დაკარგული ფოტოების ამბავი. სულ ცოტა ხნის წინ აღმოჩნდა თითქმის 1 საუკუნის წინანდელი ფოტონეგატივები, რომლებიც მიტოვებული სახლის სხვენში ინახებოდა. და აი, ცოტა ხნის წინ ეს სახლი შეიძინა დავით მოსეშვილმა და როდესაც ხელოსნები ავიდნენ სახლის სახურავზე, აღმოაჩინეს ეს უნიკალური საუნჯე. ჩემთვის კიდე მთავარი რაც არის აქ, მთავარი ამბავი არის ის, რომ ეს აღმოჩენა პირველ რიგში მოხდა ბოლნისში და ბოლნისში ცხოვრობდნენ გერმანელები საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში. და ეს ფოტონეგატივები გვიყვება მათი ცხოვრების შესახებ. 1941 წელს სტალინმა ისინი, როდესაც დაიწყო ომი გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის, მთლიანად გაასახლა ქვემო ქართლიდან, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. და რაღაც სიმბოლურად თითქოს ამ ადამიანების უკან დაბრუნებას ნიშნავს, გაცოცხლებას ნიშნავს აი ამ ფოტონეგატივების აღმოჩენა. თან ძალიან საინტერესო ესეთი ფოტოებია, ესეთი ამბებია, რომ აი თვალს ვერ მოწყვეტ ადამიანი, თან მისი ნეგატივები არის მინაზე, მისი გაშიფრვა, მისი გაწმენდა საკმაოდ ესეთი პროცესია ხანგრძლივი, მაგრამ არის ძალიან საინტერესო. მე გადავიღე დოკუმენტური ფილმი ამ დაკარგული ფოტოების შესახებ, რომლის პრემიერა შედგება ჩემს YouTube არხზე 31 იანვარს საღამოს 8 საათზე. ვისაც არა გაქვთ გამოწერილი ჩემი გვერდი, გამოიწერეთ და დაველოდოთ შაბათს 31 იანვარს დოკუმენტურ ფილმს დაკარგული ფოტოების ამბავი.